მთავრობის პარლამენტის პოზიციაა და გადაწყვეტილებაა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით და კანონით დადგენილ ვადებში, ანუ მაისში, ან მაქსიმუმ ივნისის პირველ ნახევარში. საერთოდ საოცარი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი, რომ თურმე ჩვენ ყველანი ერთად ვართ შემძლე ავირჩიოთ ჩვენი პრეზიდენტი, ჩვენი პარლამენტი და აქ ყველას ერთად არ შეგვეშლება. მაგრამ იგივე ჩვენ ვერ ავირჩევთ და შეგვეშლება ავირჩიოთ ჩვენი ქალაქის მერი. ამით შეიძლება დავაქციოთ ქვეყანა. ახლა ამ ლოგიკას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ გავყვებით და დეცენტრალიზაცია და ადგილზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი უფლებების მიცემა, ეს არის წინაპირობა ქვეყნის წინსვლის და წარმატების. ამას ეფუძნება ეს კოდექსი და ამაზეა საუბარი. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ თემაზე მის უწმინდესობას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს და მე არაფერი არ მithქვამს, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი მისი ასეთი წუხილის თაობაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მალე იქნება გარკვეული, იმიტომ რომ თუ ვინმე ასე წარმოაჩენს ვითარებას, რომ თვითმმართველობის შემოღებით ერთიანობას ექმნება საფრთხე, მაშინ სრულიად ბუნებრივია მისი უწმინდესობის შეშფოთება და შეწუხება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, მათ შორის მისი უწმინდესობაც ძალიან მალე დაინახავს, რომ აქ მსგავს არაფერზეა საუბარი.